გაგიკვირდებათ და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ქათმის გულღვიძლი კიტრის წნილთან ერთად მომზადებული. დაალაიქეთ, გამოიწერეთ და დავიწყოთ. პირველ რიგში მინდა გითხრათ ჩვენი დღევანდელი კერძის ინგრედიენტები. ეს არის ქათმის გულღვიძლი, რომელსაც დავჭრით საშუალო ნაჭრებად და მე მოვთუშავთ. ეს არის ქინძი, ხმელი ქინძი, აუცილებლად საჭიროა ქონდარი, ტომატი, მარილი, მწვანე ქინძი, რომელიც მე ბოლოს გემოს გააცოცხლებს, ხახვი, ნიორი, კიტრის წნილი, შავი უკურკო, ზეთისხილი, კიტრის წნილის წვენი. ხო საინტერესოა? კი, საინტერესოა. დამიჯერეთ მაგარი გამოვა. და რა თქმა უნდა, ზეთი, რომელსაც მოვათავსებთ ტაფაზე და გავაცხელებთ ამასობაში, გავახურებთ და ამასობაში დავჭრით გულღვიძლსაც. პირველი რასაც ვაკეთებთ, ჭრით გულღვიძლს, ისე რომ თან მოიხარშოს თავიდან, მერე შეიბრაწოს და შეიბრაწვასთან ერთად აუცილებლად გაჩვენებთ იმ ხრიკებს, რომელიც მე მოვამზადეთ თქვენთვის დღეს და აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში თქვენ როგორ ამზადებთ ქათმის გულღვიძლს, რა სუნელებს უკეთებთ, როგორი გამოგდით, რომელიც ჩემთვის საინტერესოა, დამიჯერეთ. ყველა კომენტარი ჩემთვის მისაღებია, ყოველთვის ვცდილობ, რომ თქვენი რჩევები გავითვალისწინო. მე ძალიან მიყვარს ქათმის გულღვიძლი რა. პირველ რიგში გული. გულს სხვანაირი ისეთი გემო აქვს და ვცდილობ, რომ უმეტესი იყოს კერძის მომზადების დროს გულები. ეს ისეთი კერძი მინდა დღეს გამოვიყვანო, რომ ყველასთვის საყვარელი კერძი გახდეს, ყველასთვის მარტივად გასაკეთებელი კერძი გახდეს. ტაფაზე მოვათავსოთ დაჭრილი გულღვიძლი. ეს უნდა მოურიოთ გულღვიძლს და ამასობაში დავჭრათ ხახვი და ნიორის. და ხანი დავაფაროთ ჩაიხალშოს. დავჭრათ ალყა-ალყად, ნაჭრებად. ეხლა მინდა დავამატო თან რომ ჩაიხავშოს, ამიტომ კიტრის წნილის წვენი თან დაიბრაწება იმის გემოზე. ესე. და კიტრის წნილის წვენთან ერთად ჩაჯდება გემოებშიც. ეხლა უკვე დაბრაწვა დაიწყო ქათმის გულღვიძლმა და ვაყრით ხავს და ნიოს. და მალევე უნდა მივაყოლოთ სუნელები. ნუ ერთად დაუჯდეს გემოები. და აი სუნელი არომატები რა ბაცო. აი ეს სინჟავე იგრძნობა გემოში, მასშიც, არომატშიც რა, იმის წნილის წვენის. ეხლა დავამატებთ ცოტაოდენ ტომატს. ჩავაყრით ცოტაზე მეტი რა, ის ქონდარი უხდება გულღვიძლს და ქონდარს ცოტა ბლომად გავაკეთებთ. ესე. ძალიან ცოტა ხმელქინძსაც გავაკეთებთ. და ამ ყველაფერს ერთად მოვუვებთ. აი, ეხლა ამ მორევის შემდეგ მოვაყრი ესე ცოტა ხანი ესე დავტოვოთ. დავჭრი აი ესე გრძელ ნაჭრებად კიტრის წნილს
რასული გაუშვა მართლაც. ა? რასული გაუშვა? ბიჭო. სული და გემო შენ ბოლოში უნდა ნახო მე ჩემო მეგობარო ოპერატორი. აი ესე. თქვენ კიდე არ გჯეროდათ. კერძის. აჰა. აი ეხლა კიტრი დავჭერით. აი ესე მრგვალებად დავჭრათ ზეთის ხილიც. ის დანარჩენი შეჭამეთ, ხო? და მოვაყრით კიტრის წნილს და ზეთის ხილს ერთად. ჩემო კარგებო. ეს არის ხაპარი. ეს გენია. რომელიც არასოდეს არ წაიშლება თქოს გონებაში ვინც გააკეთებს და გასინჯავს. ეხლა მე მინდა მოვაყარო ჩემებურად მარილი. ამას ეხლა რახან ჩვენ გავუკეთებთ წეგან კიტრის წნილის გავუკეთებთ, კიტრის წნილის წვენის გავუკეთებთ. იმას თავისი მარილი აქვს და ძალიან უარ გაგვიქცეს მარილი, ამიტომ მე ეხლა ამას მოვაყრი სამ გასროლას გავუკეთებ. ესე არა, ეს ერთი, ეს ორი. აჰა. სამი გასროლაც გვაქვს. და მივიყვანეთ ბოლო ეტაპამდე. დანარჩენი ახლა გემოვნების ამბავია. წიწაკას რამდენს გავუკეთებთ, როგორ გავუკეთებთ. მე მაგალითად დღეს საერთოდ არ გამიკეთებია, ცხარე არაფერი. იმიტომ რომ გემოვნების თემაა კიდევ ხელოვნებით. თქვენ როგორც გესიამოვნებათ, ისე შეგიძლიათ გააკეთოთ. დავაცადოთ 1, 3, 4 წუთი. ჰა, 5 წუთი და მერე გადმოვიტანოთ თეფსი. ქათმის გულღვიძლი. დიახ, ქათმის გულღვიძლი კიტრის წნილის წვენში, კიტრის წნილთან ზეთის ხილთან ერთად მზად არის რა. აი, ჩემი აზრით ორიგინალური კერძი გამოვიდა. თქვენც აუცილებლად უნდა სცადოთ. და მე ისე кайხანია აღარ დამიმოციხართ რაღაცა, მე არ მომწონს ჩემი თავი და მაქვს მე აქ რაღაც ვარიანტები და სხვათა შორის აქ რომ შენ ყოფილიყავი, ან შენ და რეკლამა მე გამეკეთებია, უფრო მაგარი იქნებოდა, მაგრამ მე ჩემ გამომწერებს ისეც დავლოცავ. აი ხა თქვენ ხო დალებთ მეგობარო? კი ჩემო. მომიჭახუნეთ. ჯერ გავსინჯავ კერძს, ეს თქვენ. ხო და იმას ვამბობდი, ჩემო ძვირფასებო, რომ მე მინდა ყველა დაგლოცოთ, ყველას წარმატებები გისურვოთ. აი, რა საქმესაც ხელი გოკიდოთ, ყველაფერი წარმატებულად გაგეკეთებიოთ. ძალიან უყვარხართ სერბადრის და თქვენ გაიხარეთ. აბა მომიჭახუნე ჩემო მეგობარო. მოდი ახლა თან გავსინჯავ მე კერძს. შე დავილოცებ. დავლიო. ოჰო. აგია. აჰა. კერძად გაგასინჯე დავუცილო. ვა. ეს რა? 아야, 다른 걸 영어는 뭐 마플러 우측에 모다 또한 인스페인마 아하, 아바토 Perfecto. ამასობაში ჩემო ძვირფასებო, დალაიქეთ, გამოიწერეთ და მიყვარხართ.